პირდაპირ ეთერში მუშაობას განაგრძობს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 6 სოფო ჩარკვედაძესთან ერთად საღამომშვიდობის. მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბიში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალი რეზო ალავერდაშვილი დაკრძალეს. მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხერხდა. ალავერდაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უცნობ ჯარისკაცთა შორის იყო დაკრძალული. რამდენიმე თვის წინ მისი იდენტიფიცირების დადრენის მიზნით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რა დაასვენეს, სადაც მისი ამოცნობა ხანძლივი ექსპერტიზის შედეგად გახდა შესაძლებელი. საფულში დნმ-ის ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული საქართველოს შეერაღებული ძალების კიდევ ორი სამხედრო მოსამსახური სერჟანტ ზურაბ ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის დელა თიდიშვილის იდენტიფიცირება. ისინი მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ. მათ მიღებული აქვთ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენები. დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და სხვა მაღალ ჩინოსნები. დაღუპული კაპრალის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. მიუსამძიმრებთ მის მშობლებს, მის მამას, სოფელს და უსამძიმრებთ მთელ საქართველოს. მომავლისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მშვიდობა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ესეთი მსხვერპლი აღარ ქონებოდეს ჩვენს სამშობლოს. კაპრალი ალავერდაშვილი არის ჩვენი ქვეყნის გმირი. ის გმირულად იცავდა ჩვენს ქვეყანას 2008 წელს, როდესაც აგრესორებმა შემოუტიეს საქართველოს და დღეს იდენტიფიცირებული იქნა და დაიგრძალა და მე მინდა მიუსამძიმრო. ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის, მთელი საქართველოსთვის ეს კიდევ ერთი შეხსენება იმ დიდი ტრაგედიის, რაც ჩვენს თავს დაგვატყდა 2008 წელს. დაკარგულებში ითვლებოდა და 2 წლის მერე დაკარგულებში გამოაცხადეს. ეხლა ახლიდან ჩაუტარეს დნმ-ის ანალიზი და აქა უფილო დასაფლავებული მუხათგვერდში. შინაგან საქმეთა მინისტრის სპეციალური ოპერაციების ცენტრში ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დაესწრო ყოველდღიურ ვარჯიშს და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა განიხილა. მინისტრი კმაყოფილია ცენტრში დღეს არსებული მდგომარეობით ღარიბაშვილის სხვა დანაყოფების მონახულებას და თანამშრომლების პირადად გაცნობასაც გეგმავს. მე მათ გამაცნეს სამოქმედო გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია, თუ რა უნდა გაკეთდეს, იმისათვის უფრო დაიხვეწოს ესენა, უფრო გახდეს, უფრო მობილური, უფრო ეფექტური და მე მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხარში დაუდგე თითოეულ მათგანს. და მე ვიქნები მათი პირადად გარანტი, რომ მათი უფლებები და მათი პირობები იქნება გაუმჯობესებული და დაცული. დიახავთარაძის 4-დღიანი მოღვაწეობა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე მალის თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს დატოვა. გადადგომასთან ერთად თავთარაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც საჯარო სამსახურში დაბრუნების 4 დღის შემდეგ კი მისი დატოვების მიზეზებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება ტახი ტალაძის მხარდასაჭერად მიიღო. ყველაფერი, რაც ტალაძის წინააღმდეგ ხდება, ხელოვნური და ანგაჟირებულია. არ მსურს, რომ ტახის ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამდენად მივიღე გადაწყვეტილება, გადავდრე თანამდებობიდან, მკითხულობთ განცხადებაში. ჩემს სრულწრფელ პატივისცემას გამოვხატა სამინისტროს ყველა თანამშრომლის მიმართ განსაკუთრებულ სიამოვნებას მბრიდა ის ფაქტი, რომ სამინისტრო განთავსებულია იუსტიციის სახლში, რომლის იდეაც მე მეკუთვნის, მკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, დიახავთარაძე იუსტიციის სამინისტროს 2005-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა ციხის ბუნტი, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სწორედ ამ ფაქტის გამო დიახავთარაძის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას პროტესტი მოჰყვა. ვინ არის დამნაშავე სოციალური შეღავათებისა და დაზღვევების შეჩერების გამო ფინანსთა მინისტრი პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერს აკისრებს. ნოდარ ხატური აცხადებს, რომ უშუალოდ ვანო მერაბიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 600,000 მოქალაქის სოციალურ შეღავათებსა და დაზღვევასთან დაკავშირებით დროებით პრობლემა შეექმნა. მისივე თქმით, მერაბიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს 2012 წლის განმავლობაში დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე, მომავალ წელს კი 78 მილიონი ლარი ზედმეტ ტვირთად აკიდა. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მერაბიშვილმა, იყო ერთის მხრივ ალოგიკური და მეორეს მხრივ იყო უკანონო, ვინაიდან არ შეესაბამებოდა საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობას. ეს დადგენილება ჩვენს მთავრობას რომ არ გაეუქმებინა საქართველოს ფინანსთა და შრომის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები ამ თანხებს ვერ გასცემდნენ
ერთი მარტივი მიზეზის გამო ეს თანხები საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში არ წერია. სამაგიეროდ საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში წერია, რომ ამ მიზნებისათვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქალაქ თბილისის მთავრობას უნდა გადასცეს 450 მილიონი ლარი. ინციდენტი ქუთაისის ნომერ მეორე ციხეში პატიმარმა ნიკოლოზ ვარდოსანიძემ პროტესტის ნიშნად თვალის თუთუთოები ამოიჭერა პატიმარის სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნება სითხოს, რომელიც გუშინ დატოვა. ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა სამოქალაქო დაცვის ცენტრ არგუსის თავმჯდომარე მანანა მანაჯაძემ პატიმარი მისივე მოთხოვნით უკვე მოინახულა. მანაჯაძე აცხადებს, რომ ნიკოლოზ ვარდოსანიძე სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნების გარდა ციხეში არსებული პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვს. საკმაოდ ისეთ უცნაურ ფორმას მიმართა პატიმარმა ნიკოლოზ ვარდოსანიძემ, მან ამოიკერა თვალები და განაცხადა და დაიწყო ფაქტიურად შიმშილობის დაწყებასაც აპირებს თვალების ამოკერვის პარალელურად და მას აქვს ერთი ძირითადი მოთხოვნა, ის ითხოვს გადაყვანილი იქნეს სამკურნალო დაწესებულებაში. ეპილეფსიით დაავადებული გახლავთ ის და განსაკუთრებულ მკურნალობას საჭიროებს. ქობულეთში შემოვლითი გზის მშენებლები დამსაქმებელი კომპანიის წინააღმდეგ გამოდიან, დღეს მათ ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი აქცია განაახლეს. მშენებლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმება დაირღვა ჩინურმა კომპანია სინოჰიდრომ ახალ კონტრაქტებში პირდაპირ მიუთითა, რომ დასაქმებულებს ტრანსპორტი არ მოემსახურება, ასევე კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა. 200-ზე მეტი ადამიანი აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ილია ვერძაძის შეფასებით სინოჰიდრო ხელშეკრულებას არღვევს, რადგან კომპანიას სამსახურში ახალი მუშები ახავს. სამსახურიდან გათავისუფლებულები დღეს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აჭარის უმაღლეს საბჭოში ანზორ თხილაიშვილმა მოინახულა. იგი კომპანიის წარმომადგენლებსაც შეხვდა, მუშების სამსახურში იმ ადამიანების აღდგენას ითხოვენ, ვინც მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები 2 კვირის წინ გაიფიცნენ, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მომატება იყო. ჩვენ იმის ელფერი მოგცესო, ჩვენ ვითომ პოლიტიკური ელფერით შემოვითაკა და რაღაცა დაუწყეთ ჩვენ პოლიტიკურად. არა, ჩვენ ვითხოვთ ჩვენ სასმეთქი უთხარით და მაგის მიზნით მოლაპარაკებაში ვინც ვიყავთ ის ხალხი ყველა გამოგუშეს სამსახურიდან რა. არავინ არ დაგტოვეს საერთოდ. აპირება მივიღეთ ასეთი, რომ უახლოეს პერიოდში იმ 8 საათიან სამუშაო დროზე და დღეზე იქნება ეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. მივიღეთ, რომ ის სპეცტანსაცმელი და უსაფრთხოებისათვის საჭირო ის უნიფორმა ექნება ყველას. მივიღეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით აი ეს 5 კაცი, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამ ადამიანების საპროტესტო მიმართულებას, თქვათ ასე, და წარმოადგენდა მათ შეხვედრების დროს, რომლებიც გაათავისუფლეს, აღადგენენ. გამოყრულია განცხადება, ღებულობენ თანამშრომლებს. თუ პროცესის დროს იქნა განთავისუფლებული რაღაც რაოდენობა მუშებისა და შენ გვერდიდან მოყავს მუშა, ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობები ირღვევა. ფოთის სპორტში დაფიცულმა პორტის 5-მა ყოფილმა თანამშრომელმა კი შიმშილობა შეწყვიტა. შეგახსენებთ, გვიან ღამით ნავსადგურის ადმინისტრაციასა და დაფიცულებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა მას არანაირი შედეგი არ მოყოლია. როგორც მუშები ამბობენ, მათი არც ერთი მოთხოვნა ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა, ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და კონტრაქტების გაფორმებას ითხოვენ. დაფიცულებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატისგან ეტა ბესელიასთან პირობა მიიღეს, რომ მათი პრობლემების მოგვარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს განცხადებით მიმართეს მოშიმშილებმა, რომელიც მეორე დღე არის უკვე შიმშილობენ, ეს არიან პორტიდან განთავისუფლებული მუშები და ჩვენ შევეხმიანეთ ქალტონეკას, მან მოგცა მისცა პირობა მოშიმშილებს, რომ აუცილებლად შეხვდება მათ სამშაბათს, ჩაერთვება ამ საკითხების მოგვარებაში და იქნება მაქსიმალური ჩართულობა ამ საკითხებში და ჩვენ თხოვეთ მოშიმშილებს შეეწყვიტათ შიმშილობა და რაზეც ისინი დაგვთანხმდნენ. ქართული ოცნებიდან მოვიდნენ ქალბატონიკას წარმოადგენლები, დაგველაპარაკენ ქალბატონიკას სახელით, მოგცემ პირობა, შეგხვდება ქალბატონიკა სამშაბათს, იქ გადაწყდება ჩვენი საკითხი, შეიქმნება კომისია, დავრჩებით თუ არა ჩვენ სამსახურში. რკინიგზაში კი ვითარება უკვე სტაბილურია, გაფიცვა შეწყდა. რკინიგზელები დღეს ეკონომიკის მინისტრს, პროფკავშირების წარმომადგენელს და საინვესტიციო ფონდის ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ და მათგან დაპირებები მიიღეს. შეგახსენებთ, საინვესტიციო ფონდი რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელია. ახლა უკვე რკინიგზელები უწყების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის მოლოდინში არიან, რომელთანაც პრობლემების შესახებ კოლექტიურ მოლაპარაკებას დაიწყებენ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს დღეებში მოხდება რკინიგზის ხელმძღვანელობის შეცვლა, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა
და ჩვენგან ექნება ამ ადამიანს ძალიან ისეთი კონკრეტული დავალება, რომ ითანამშრომლოს ამ ადამიანებთან, ვინც ახლა ჩვენთან მოვიდნენ ესე ვთქვათ, წარმომადგენლები, რკინიგზის თანამშრომელთა წარმომადგენლები და გაითვალისწინოს ყველა ეს პრობლემა. შეხვედრა შედგა პროფკავშირების დახმარებით, ეკონომიკის სამინისტროსთან, რკინიგზის განვითარების ფონდთან. მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ უახლოეს კვირაში დაინიშნება ახალი გენერალური დირექტორი, რომელთანაც უშუალოდ ჩვენ გვექნება შეხვედრა, მოლაპარაკებები. ტელეკომპანია იმედიდან 36 თანამშრომელი დაითხოვეს, მათ შორის არიან ხელმძღვანელი პირები და პროდიუსერები. იმედის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შრომის კოდექსის 37 და 38 მუხლების თანახმად მათ 1 ნოემბრიდან შრომითი ურთიერთობა უწყდებათ. კომპენსაციის სახით ისინი დამატებით 1 თვის ხელფასს მიიღებენ. დოკუმენტს ხელს აწერს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ლომინაძე. ეთერშია ახალი 6-ზე ათარანრევენ გუდიაშვილის მოედანზე ამ დრომდე მიმდინარეობს არცია მოედნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისთვის. პარალელურად იმართება სურათების გამოფენა ამ წუთისთვის დედაქალაქის ისტორიულ მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. არციის ორგანიზატორებმა უკვე გაათამაშეს ვიქტორინაც, რომლის მონაწილეებსაც მოედანზე გამოფენეს სურათებზე აღბეჭდილი ძველი თბილისური სახლების მდებარეობა უნდა დაესახელებინათ. გამოვიდნენ გამარჯვებულებიც, რომელთაც პრიზის სახით მათ მიერვე შერჩეული ძველი თბილისური კიბეების ფოტოები გადაეცათ. არციის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ხელისუფლება შეძლებს ისტორიული შენობების ნგრევის შეჩერებას და საზრდოების მოთხოვნას დაითვალისწინებს. კულტურის სამინისტრომ გამოიჩინოს შნო და დაიბრუნოს თბილისის კულტურული მემკვიდრეობა და გახდეს პასუხისმგებელი თბილისის ურბანულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე და დაგვეხმაროს იმაში, რომ ეს მოედანი ავთენტური სახით შევინარჩუნოთ. ქვეყანაში კი მოხდა ცვლილებები, მაგრამ გუდიაშვილის მოედანს ეს აშკარად არ შეხებია, იმიტომ რომ ინვესტორი ისევ აგრძელებს იმის გაკეთებას, რაც არის დაუშვებელი. დაუშვებელია, რომ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაინგრეს და ჩვენ ამას ვხედავთ აქ ჩვენი თვალით. ეს მოედანი არის ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვან მოედნებს შორის, რომელშიც შენარჩუნებულია ძველი თბილისური იერსახე. თუ წინა ხელისუფლება მაინც არ რეაგირებდა ჩვენ მოთხოვნებზე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი მაინც იფიქრებს ამაზე. რა შენდება დინამოს სტადიონზე სლავა მეტრეველის ქუჩის მცხოვრებლები სტადიონის მიერ ფართის უკანონოდ მითვისებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით დინამოს ადმინისტრაცია სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელს აუქმებს, ხობეს აკეთებს და შესასვლელის წინ ფართს ითვისებს. მოსახლეობის თქმით, მათ პროტესტს არავითარი გამოხმაურება არ მოყოლია მერიიდან, სადაც საჩივარი რამდენჯერმე გააგზავნეს. ფართის დაკავების გამო ბუნკერების განთავსებისთვის ადგილი არ რჩება და მოსახლეობას ნაგვის ურნების დადგმა ფანჯრების ქვეშ უწევს. საჩივარი დავწერეთ 4 ოქტომბერს ქალაქის მერიაში მოგვივიდა პასუხი, რომ მიმდინარეობს ცენტრალური შესასვლელის რეკონსტრუქცია. ცენტრალური შესასვლელი არის ცაბაძის ქუჩიდან და არა მეტრეველის ქუჩიდან. გარდა ამისა, ეს შესასვლელი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ აი ზემოდაც შემოსასვლელია, ისიც გააუქმეს საერთო გააკეთეს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სტადიონი რაც აშენდა, სულ იყო ასე შეწეული. შედიოდნენ მთავრობის მანქანები, მაყურებლები, ეხლა გადაკეტეს, უნდათ მიიმატონ სტადიონის დირექციას. 3 ნოემბერს დიპლომატები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა დიპლომატმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიწვია მინისტრის მიღებაზე. მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ მიპატიჟებული. სიტყვით გამოსვლისას მაია ფანჯიკიძემ საქართველოს საგარეო კურსზე ისაუბრა. ამ დღეს ტრადიციულად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პატიჟებს სამინისტრო შემადგენლობას და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს. გარდა ამისა, მე დღეს მოვიწვია საქართველოს მთავრობაც და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საღამო ყველასთვის. აგრარული ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახეთს ეწვია შოთა მურღულიამ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეცნო. კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ურბანულ, საკომუნიკაციო და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. შოთა მურღულიამ ერეკლე მეფის სასახლის და მიმდებარე შენობა ნაგებობების სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მოინახულა იყალთოს, უჯარმისა და ალავერდის კეთილმოწყობის სამუშაოები და შეხვდა ზაფხულში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას. კახეთის რეგიონის განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ალავერდის პარტიის დიახი ბატონო.
ჩვენი სურვილი იყო გაგვეგო ის რაც ურცველზე წერია და ის რაც ჩვენ ვიცით როგორ ცხელდება ის რეალობა როგორი არის შესრულება როგორი არის თქვათ იგივე კონტრაქტორების მიდგომა ამ საკითხის მიმართ აბსოლუტურად ყველა ობიექტი იქნა ჩვენს მიერ აყვანილი კონტროლზე ჩანიშნული იქნა აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და ჩვენ ამას უკვე ყოველკვირეულ რეჟიმში გავაკონტროლებთ დაგეგმილია 11 კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთან მსგავსი პროექტები ასევე თელავში მიმდინარეობს ბატონის ციხის სასახლის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე სამუშაოებზე მონიტორინგი გაგრძელდება იმ ტემპების შესანარჩუნებლად რომელიც დათქმულ ვადებში იყო გაწერილი ამერიკული წიგნის კლუბის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ტენესის ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის წევრები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამერიკული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფმა ტენესის შტატში შეგროვებული 40,000-მდე წიგნის საზოგადოებრივ ორგანიზაციას სამოქალაქო განათლებისა და სოციალური თანასწორობის ცენტრს გაუგზავნა. ამერიკული წიგნის კლუბში ყველა მიმდინარეობის და ასაკისთვის საინტერესო წიგნი იქნება თავმოყრილი წიგნებით სარგებლობის უფლება უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება. ეს არის დაახლოებით 40,000 წიგნი, რომელიც ტენესის ბიბლიოთეკამ გადმოგვცა ასოციაციამ, ეს არის შეგროვებული წიგნები მოსახლეობის მიერ. აქ არის როგორც აკადემიური ტიპის წიგნები, პროფესიული ტიპის წიგნები, ასევე ზოგადად მხატვრული ლიტერატურა და სხვა ეს ფაქტობრივი მასალა. ამერიკელმა ხალხმა ფაქტობრივად ამით კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით ქართველებს საკუთარი კეთილგანწყობა ქართული საზოგადოების მიმართ და ეს არის სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ანდარის საბარებს საქართველოს ცოდნის ფონდის მიერ განხორციელებული 16 მილიონიანი ინვესტიციის შედეგად სასწავლო დაწესებულებას უკვე გააჩნია 50-მდე თანამედროვე სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიების ინფრასტრუქტურა, რომლებმაც მეცნიერებს 47 შიდა საუნივერსიტეტო პროექტის განხორციელების საშუალება მისცა. ამ დრომდე აგრარული სფეროს მთავარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ბაზა მოკლებული იყო ლაბორატორიების მოწყობა, გადაიარაღების პროცესს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მოწყვეტილი იყო საერთაშორისო კვლევებსა და თანამედროვე მეცნიერულ ტენდენციებს. სამომავლო გეგმის სახით საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც კახა ბენდუფიძე უხელმძღვანელებს უნივერსიტეტის წამყვან რეგიონალურ სასწავლო სამეცნიერო დაწესებულებად გარდაქმნას აპირებს. მნიშვნელოვანი ინვესტიციები რეგიონული სამეცნიერო საცდელი სადრურების განვითარების კუთხითაც განხორციელდება. მხოლოდ იმ მეცნიერებს, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან თანამედროვე მაღალი დონის კვლევებში, შეუძლიათ სპეციფიური ცოდნა გადასცენ სტუდენტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი ჭერქვეში იყოს გაერთიანებული როგორც უშუალოდ სწავლების პროცესი, განათლების მიცემის პროცესი, ასევე კვლევა. და ის კვლევარები, რომლებიც აწარმოებენ თანამედროვე მაღალი დონის კვლევებს, ასევე უშუალოდ იყო ჩართული პედაგოგიურ პროცესში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამოდენიმე ქვეყნის უცხოეთ დასავლეთის ქვეყნის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან ჩვენ შევძლებთ ქართველი მეცნიერების დაბრუნება, როგორც ევროპის ამერიკის და იაპონიიდან, ასევე ქართველი მეცნიერების დაბრუნება და დღეს ის ჩვენი ქართველი მეცნიერები მუშაობას აგრძელებენ აგრარულ უნივერსიტეტში და ქმნიან სამეცნიერო პროდუქტს აქ ჩვენთან. შემოიდანს მეწარმე იქნება თუ ქარხანა ნიმუშებს, ჩვენ იმას გავუკეთებთ ანალიზს და მივხვდეთ შესაბამის დასკვნას. ამით დავეხმარებით. იქნება აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე ღვინის ქარხანა, ახლა მიკრომეღვინეობის ქარხანა იქნება. ამ შემთხვევაში მე ჩვენ დავეხმარებით. იგივე იქნება ბაზრის გაფართოება საქართველოსთვის გასვლა, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გავცემთ შესაბამის ოქმებს, რომელიც შეაფასებს ძალიან მაღალ დონეზე ხარისხს. კულტურის მინისტრი რიდოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდა საუბრის თემა კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა იყო. გურამ ოდიშარიას განცხადებით კულტურული პროექტების დაგეგმვაში საზოგადოება მეტად უნდა იყოს ჩართული, ასევე საჭიროა შეიქმნას მრჩეველთა საბჭო ხელოვნების პროექტების დასაგეგმად. მისივე თქმით, ხელოვნების პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. დიალოგი შესანიშნავად წარიმართა ჩვენ შორის. ამ დროს არა მარტო ისინი იძენენ, ესე ჩემი შვილის თაობა, არამედ ვიზრდები მეც და ასე რომ ეს შეხვედრები ჩვენ გვექნება პერიოდულად და გვექნება ხშირად. აუცილებელია რომ დიდი იყოს და მასშტაბური სტუდენტობის ჩართულობა კულტურის სფეროში და აუცილებელია რომ იყოს გამჭრელობა, რაც ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ახლა კიდევ ერთხელ მოკლედ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბიში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალი რეზო ალავერდაშვილი დაკრძალეს. მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხერხდა. ალავერდაშვილი მოხალხეების მათა სასაფლაოზე უცნობ ჯარისკაცთა შორის იყო დაკრძალული რამდენიმე თვის წინ. მისი იდენტიფიცირების დადგენის მიზნით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაასვენეს, სადაც მისი ამოცნობა ხანძლივი ექსპერტიზის შედეგად გახდა შესაძლებელი. დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაღუპულის ოჯახს და საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. ჩინეთთან საქმეთა მინისტრის სპეციალური ოპერაციების ცენტრში ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დაესწრო ყოველდღიურ ვარჯიშს და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა განიხილა. მინისტრი კმაყოფილია ცენტრში დღეს არსებული მდგომარეობით, ღარიბაშვილის სხვა დანაყოფების მონახულებას და თანამშრომლების პირადად გაცნობასაც გეკავს. ინციდენტი ქუთაისის ნომერ 2 ციხეში პატიმარმა ნიკოლოზ ვარდოსანიძემ პროტესტის ნიშნად თვალის ქუთუთუები ამოიჭერა. პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს, რომელიც გუშინ დატოვა. ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა მანანა მანაძემ პატიმარი უკვე მოინახულა. ის აცხადებს, რომ ნიკოლოზ ვარდოსანიძე სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნების გარდა ციხეში არსებული პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვს. ქობულეთში შემოვლითი გზის მშენებლები დამსაქმებელი კომპანიის წინააღმდეგ გამოდიან. დღეს მათ ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი აქცია განაახლეს. მშენებლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმება დაირღვა ჩინურმა კომპანია სინოჰიდრომ. ახალ კონტრაქტებში პირდაპირ მიუთითა, რომ დასაქმებულებს ტრანსპორტით არ მოემსახურება. ასევე კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა 200-ზე მეტი ადამიანი. აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ილია ბერძეძის შეფასებით სინოჰიდრო ხელშეკრულებას არ ღვევს, რადგან კომპანიის სამსახურში ახალი მუშები ახავს. განვარძობთ გამოშვებას. დღის სხვა მოვლენებით სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტს. დღეს ბათუმში ყოფილი პოლიტპატიმარი ეხმაურება რელიგიური დაპირისპირების ფაქტის შეფასებისას. თამაზ ბაკურაძე აცხადებს, რომ მომხდარზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. შეგახსენებთ, ლანჩხუთში ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე ათეული წლის წინ ჩასახლებულ მუსულმანებს მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევს. მიმაჩნია, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკვეთა აჭარის რეგიონის ახალი ხელისუფლების აბსოლუტური უსუსურობა, რაც არ არის მართებული, ვინაიდან აქ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს უფრო მეტად ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ჩაერიოს აუცილებლად. არის ადამიანები, რომლებიც გარკვეული ავტორიტეტით და რეპუტაციით სარგებლობენ იგივე ისლამის აღსარებლებში და მრევლში, გამოიყენონ ეს ადამიანები, ჩავიდნენ ადგილზე, გაერკვენ რასთან გვაქვს საქმე და ხელისუფლებამ აღკვეთოს აი ესეთი ინციდენტები. საპროტესტო აქცია ბათუმში ბარცხანის მოსახლეობა ზეთის გადამამუშავებელ ქარხანა ბათოელთან შეიკრიბა. მათ ხმაური და ქარხნის დამონაბოლქვის შედეგად წარმოქმნილი სუნი აწუხებთ. ისინი აცხადებენ, რომ სუნი იმდენად მძაფრია, რომ თავბრუსხოვასა და გულისრევის შერწყებას იწვევს. აქციის მონაწილეები ფილტრების დაყენებას ითხოვენ. ადგილობრივი კომპანია ბათოელის დირექტორს შეხვდნენ და აღნიშნულ პრობლემებზე ისაუბრეს მათთან, თუმცა მათი თქმით შეტევას ვერ მიაღწიეს. დირექტორმა კომპანიის ტერიტორიაზე ჟურნალისტები არ შეუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ის აწარმოებში იმყოფებოდა, აღნიშნულ პრობლემაზე კომენტარიც არ გააკეთა. ეს სუნი გვაწუხებს, რომელიც გამოდის ამ ქარხნიდან, ზეთის ქარხნიდან. დღეს გაღიზიანება განსაკუთრებით იმან გამოიწვია, კიდევ რომ დილით არ მუშაობსო გვეუბნებიან ადმინისტრაცია და კვამლი დავაფიქსირეთ. ღამის საათებში 7 შემდეგ საერთოდ სუნთქვა შეუძლებელი. ხო შეიძლება ფილტრი დაყენდეს, რომელიც ჩვენს კარგად ვიქნებით და მათაც იმუშავებთ. არანაირ არც დახურვას ვითხოვთ, არაფერს არ ვითხოვთ. თუ კი არ დააკმაყოფილებენ ხალხს და არ გააკეთებენ ფილტრს ან რაიმეს, არ ვიცი რაც უნდათ ის დააყენოს, ოღონდ ჩვენ არ შეგვაწუხოს სუნმა, მაშინ უფრო მიუმართავთ ალბათ შემდგომ გენს რომ რაღაცით დაგვაკმაყოფილონ. უკვე ცნობილია ვინ დასცა ბათუმში ხეების მოჭრის ბრძანება. ნებართვის ავტორი ბათუმის მერი აღმოჩნდა. ჯემალ ანანიძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მან ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად მიიღო. ჯემალ ანანიძე არ უარყოფს, რომ ახალსოფლისა და გორნიოს საზღვარზე აფსაროსის ქუჩაზე 12 ხე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ანანიძე არ ასახელებს იმ ბიზნესმენის ვინაობას, რომლის თხოვნითაც მან სახი ხეების დაჩეხვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა მას ამომავლოდ 100 ხის დარგვის სიტყვიერი პირობა მისცა. კანონის მიხედვით ბათუმში ხეების მოჭრის ნებართვა
დღეს ბათუმის მერიის ლანდშაფტური დაგეგმარების და გამწვანების სამსახური დასცემს. ჩვენი სამსახური გასცემს იმ შემთხვევაში წერილს დადებით პასუხს წერილზე, როცა ის ხე მართლაც ან გამხმარია, ან მოსაჭარია, გაუსაძლეს მდგომარეობაშია. ძირითადად რაც მე 8 თვეა ვარ გადმოსული, 8 თვის განმავლობაში მე ჯანსაღი ხეზე არანაირი პირობა არ გამიცია და არც დადებითი პასუხი რომ ეს ხე ჯანმრთელი ხე იყოს მოჭრილი. ხეები საღი იყო, მაგრამ თუ ჩვენ ვაპირებთ კერძო ბიზნესისათვის ხელის შეწყობა, ჩვენ რამოდენიმე ადგილას ასეთი ქმედებები აუცილებლად მოგვიწევს, იმიტომ რომ უნდა შევუწყოთ ხელი თავის კერძო საკუთრებაში განავითაროს ბიზნესი. რის აშენებას აპირებენ ქობულეთში ყოფილი საკურორტო დარბაზის შენობის ტერიტორიაზე მოსახლეობამ დღეს საპროტესტო გამოსვლა მოაწყო. მათი ინფორმაციით, რეკრეაციულ ზონაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. ქობულეთის რამრეობაში აცხადებენ, რომ მათ ნებართვა არსებული ძველი შენობის დემონტაჟზე დასცეს. ინვესტორში ამ ეტაპზე ახალი პროექტი არ წარუდგენია. ქობულეთის რამრევლის თენდის ზოიცის თქმით, მან არ იცის რის აშენებას ჯერმოს წერძოპირი, რომელმაც ტერიტორია 2006 წელს შეიძინა. თუ აქ საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს, უფრო მნიშვნელოვანი რაც ჩვენი ახალგაზრდობისთვისა აშენდეს ახალგაზრდული სახლი. ისეთი დაწესებულება, სადაც ახალგაზრდებს ან დასაქმების, ან გართობის, ან ნორმალური ცხოვრების რაღაც საშუალება მიეცემა. ნებართვების გასცემის პროცესში მიგვაჩნია, რომ ბევრი ახლა შეიძლება კანონის დარღვევა არა, მაგრამ ეთიკის დარღვევა და კურორტის თვითონ პრინციპული მიმართულების დარღვევას ხედავთ. ეს პირველი არ არის ამ სიაში და ვფიქრობთ, რომ კურორტის განვითარებისთვის უნდა შედგეს გენერალური გეგმა და ყველა ნებართვის გაცემა უნდა მოხდეს ამ გენერალური გეგმის ფარგლებში. ინციდენტი ფოთში გამთენისას აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყავის სახლი დატეხეს. წაღებულია ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები და ნივთები, მთლიანად განადგურებულია ინტერიერი. ჩამსხეულია გვერდითა ფანჯრები, საიდანაც სავარაუდოდ დამნაშავეებმა შენობაში შეღწევა მოახერხეს. სწრაფე ფოთის სასამართლო შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, რის გამოც მის მფლობელს იმედი აქვს, რომ სასამართლო სათვალთვალო კამერები ინციდენტის დაფიქსირებას მოახერხებდა. შემთხვევის ადრელზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ამ დილას მოვედით და დაგვხვდა მინა გატეხილი, ანუ არიან შესნაცვლელები და გაქურდვა, მარტო გაქურდვა არ არის, აქ არის და ვანდალიზმი, რომ არის განადგურებული. პირველი მედია კაფე თელავში ინიციატივა ადგილობრივ გაზეთ კახეთის ხმას ეკუთვნის პროექტის პრეზენტაცია გაზეთმა 10 წლის იუბილეს დაამთხვა. მედია კაფეში დისკუსიები, პრეზენტაციები, ლიტერატურული საღამოები, ადგილობრივი ნაწარმისა და სუვენირების გამოფენა გაყიდვა გაიმართება. გაზეთის სივრცეები პრივატულ გარემოში, მათ შორის კომუნისტების დროს იყო ოჯახებში, სადაც ხდებოდა დისკუსია და ასთა გენერირება. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ დღეს საჯაროდ, სადაც ყველა შეიძლება მოსვლა, ყველა შეიძლება გაცნობა სიახლეების, ყველა შეიძლება გარკვეული დისკუსიების, ლექციების, რაღაც საღამოების მოწყობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მედია კაფეს ძირითადი ფუნქცია სწორედ ის იქნება, რომ ეს იყოს ერთგვარი ღია სივრცე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, რომ კულტურული ურთიერთობისათვის დრო გამონახონ, მეგობრული ურთიერთობისათვის და ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოებას შეუწყოს ხელი იმაში, რომ ისინი იყვნენ უფრო მეტად გახსნილები. ოზურგეთში დაბა ლაითურის მოსახლეობა კი დაბაში კომპანია მარტიკომის ანწის დამონტაჟებას ეწინააღმდეგება. მოსახლეობა ამბობს, რომ დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდგარმა ანძამ შესაძლოა მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ადგილობრივები მოითხოვენ კომპანიამ სამუშაოები დასახლებული პუნქტიდან 2 კილომეტრის დაშორებით აწარმოოს. ჩვენი თელი სოფლის მოთხოვნაა, შემოვდივართ ხოლმე თელი სოფლის სახელით, რომ ის ანძა, რომელიც დღესდღეობით აპირებენ დადგმას იქ, ვარ თელი სოფელი წინააღმდეგი. ჩვენ მოსახლეობა კატეგორიულად ვარს ვაცხადებთ მაქტიკომის ანტენის დადგმასთან დაკავშირებით, ხალხთან გაუფრთხილებლად, შეუთანხმებლად მათთვის მოვიდნენ და დაიწყეთ ამ საქმის გაკეთება.
დაპირისპირება რუსთავის სარწმუნოში სარწმუნოს წევრმა ნუკრი შათირიშვილმა სარწმუნოს თავმჯდომარის ჭახა გურდენიძის წინააღმდეგ რაიონულ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. შათირიშვილი 21 სექტემბერს და 6 ოქტომბერს სარწმუნოში ჩატარებული რიბდარეშე სხდომების ოქმების კანონიერებას ექვსჯერ შეყენებს და აცხადებს, რომ სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით სარწმუნოს აპარატის წარმომადგენლების მხრიდან შეტყობინება არ მეუღია სარწმუნოს თავმჯდომარის თანამდებობრივ უფლებამოსილების რადამეტებასა და სიყალბეში ადანაშაულებს სარწმუნოს თავმჯდომარე მეცხრე ერთთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი მისთვის ცნობილი არაა. რომელიც თომას არ ჩატარებულა. მე ეჭვი მაქვს, რომ არ ჩატარებული. დავირეკეს და მithot თქვენ თანხა მოგეცათ. პროკურატურაში ჩემი მიმართვა ძირითადად გამომდინარეობს იქედან, რომ მე ვიცავ თავს. მე გავხდი თავდასხმის ობიექტი. ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებისაგან. პირადად კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარე. განახორციელა მისი ქმედებით ჩემს წინააღმდეგ საქმიანობა. დამადანაშაულა ბრალი დამდო, რომ მე თითქოს გავაცდინე ორი სხდომა, მე ეს მოსახლეობა მელოდება. ამირჩიეს, რომ რაღაც გავაკეთო, მივიდე და მე ვაცდენ თურმე სხდომებს და არ დავდივარ და ამაზე გაქილიკებაც მივიღე რა და გაკრიტიკება მივიღე. ბორჯომშიტი არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა თალთა კლუბი ჩამოაყალიბეს. კლუბის თავმჯდომარედ იზოლდა ლომიძე აირჩიეს საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა ბორჯომის რაიონში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. საზოგადოებრივი აზრის დარბაზი ბორჯომში 12 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ეს საზოგადოება მუშაობს უკვე დაახლოებით 12 წელია. რომელსაც აქ თავისი წესდება, თავისი მოთხოვნები, თავისი პროგრამა და ყოველთვის ვცდილობთ რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე დავაყენოთ ის საკითხები, რომელიც საზოგადოებისათვის და საერთოდ მოსახლეობისათვის არის მეტად აქტუალური. ფიქრობ, რომ საზოგადოებაში ქალის როლის გათავისება, მისი აქტიური ჩართულობა, ამა თუ იმ პრობლემების გადაწყვეტის საქმეში, პრობლემის გამოაშკარავების, პრობლემების დაგროვებისა და იქიდან უპირატესი პრობლემის გამოკვლევის საქმეში ქალთა კლუბი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. იტალიური დასიწეროვანში მდებარე დევნილების დასახლებაში იტალიდან 2 დღის წინ ჩამოსულმა მსახიობებმა საჯარო სკოლის ეზოში დევნილი ბავშვებისთვის წარმოდგენა გამართეს. 4 მსახიობი ბავშვებს 1 საათის განმავლობაში ართობდა და სიმოგზაურობა მსრავს სპექტაკლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. ამის პარალელურად მსახიობები მოზარდებს ვორქშოპებს უტარებენ, რაც მათი განმარტებით ბავშვებში ახალი უნარებისა და კრეატიული იდეების გამოვლენას უწყობს ხელს. დასის წევრები მსრავს ტრენით წეროვანში მცხოვრებ დევნილ ბავშვებსაც ჩაუტარებენ, რის შემდეგაც ბავშვების მონაწილეობით ახალი სპექტაკლის პრემიერას წარმოადგენენ. თქვენ ნახავთ, როგორი წარმოდგენა იქნება. ეს ბავშვები 8 ნოემბერს საკუთარ თავს იმ კუთხით წარმოაჩენენ, რომელი კუთხითაც თქვენ მათ აქამდე არ იცნობდით. წინ დიდი სანახაობა გელით. მე ძალიან მომეწონა ეს წარმოდგენა. კიდე ლამაზი იყო და სასაცილო. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის ხაჩატურ ვართანიანცის ფოტოგრამოფენა გაიხსნა სახელწოდებით მე და ჩემი ტელევიზია. გრამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ გადაღებული ფოტოქრონიკა, რომელიც 60-იანი წლების ქართველი, რუსი, სომეხი და სხვა ეროვნების ცნობილი ადამიანების პორტრეტებს ასახავს. გრამოფენა ხელოვნების სასახლეში 6 ნოემბრამდე დასტანს. აქ არის უნიკალური სურათები, იცით რა, სასწაული, რეპორტაჟი პამირიდან, სადაც ადამიანის ფეხი არ იყო, რეპორტაჟი სევასტოპოლიდან, სადაც 4 ვადალაზები წყლის ქვეშ რეპორტაჟი გავაკეთე. ამ გამოფენას აქვს თავისი ისტორია. ეს გამოფენა არის სავსე თავისი სიყვარულით, როცა მოვედი აქ და ჩემი მედიკო ჯაფარიძე ვნახე და ლიელიავა და შესანიშნავი ხალხი და უძველესი ხალხი. ისეთი ხალხი, რომ აი დიდი ხანია რომ აღარ მინახავს რა. აი ხაჩატური როგორც აი საქართველოს მოქალაქე, კარგი სომეხი კაცი, ყველაზე მძიმე პოზიციაზე მიდიოდა და აფიქსირებდა იმას, რაც ხდებოდა იმ დროს აფხაზეთში. ასეთი იყო ახალი 6 დღის მთავარი თემები ნახეთ ის და 9 საათზე მოსწორეთ ამ დრომდე განსხვავებით დაგავებთ.